საქართველო აზერბაიჯანი 65 კილოში. ორი ქართული ფინალი გვექნება, როგორც ვიტყვით, ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სომხები და სომეხი და აზერბაიჯანელი მოκრივეები. და დანარჩენი ფინალები ესეთია: რუმინეთი, ესპანეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და ყირგიზეთი, ლიტვა. ამ წონაში როგორც უკვე გითხარით, იუსეინ ბირხამი გახდა რუმინელი ვინჯოს ფიზიოვი და აზერბაიჯანელი ალი ალიევი. დევიზის შეტევა იყო მოარტყა მან პირდაპირ ცხენათი დაიწყო ცაცია აბებიძე მემარჯვენე ახლავთ მისი მეტოქი ტიგრან გირეკოსი ორივე ესე დისტანციური ბრძოლის მომხრეა შალვა ნამდვილად ესეთ სტილის მოკრივია ჯერჯერობით სომეხსაც აი ეს ტაქტიკა აქვს არჩეული ვერნის დაიხაშალვა და შემდეგ კლინჩი შევიდა მეტოქე. Საერთოდ თხილი დასაწყისია, არცეც არ უნდა დაახლოვება ჯერჯერობით. ცენტრში აიხა ბერიძე, ამზადებს შეტევას. ვარტყა ერთი. ისევ დაიკავა ცენტრი, ისევ მიიწვია მეტოქე ბაგივებთან გამოვიდა კირაკოსიანი. ტიგრანი ჯერჯერობით აყოლებს შეტევების დაწყებას, აქაც არ ყოფილა შედეგიანი დარტყმა. მოუწოდა ახლა ზაურ ჯავახაძე მეტი აქტივობისკენ და მეტად დაახლოებისკენ. ეს ორი შორიდან მოკრივე ეგრეთ წოდებული აუთფაითერების შეხვედრა ყველაზე ინტენსიური არ არის ხოლმე, არც ეს რაუნდი ყოფილა ძალიან ზუსტი დარტყმებით მდიდარი. პირველი რაუნდის დასასრული 1-2 დარტყმა ჰქონდა შალვა ბერიძეს, კირაკოსიანის შევამჩნიეთ. გაიყო ხმები 3 ხმა შალვა ბერიძეს და 2 ტიგრან კირაკოსიანის. ასეც უნდა მომხდარიყო ალბათ. განსაკუთრებული პირველ რაუნდში ფერი ყოფილა.
თბილისელი გახლავთ შალვა ბერიძე, ის არტურ გურდიანცის სკოლაში ვარჯიშობს ირმის მასივში. Round 2. ამჯერად კირაკოსიერმა დაიკავა ცენტრი, მაგრამ დააღწია თავი, კარგად დააღწია, კარგად ჩაბუქნა შალვანშვილი მოძრაობს რინგზე, არ ქონია სომეხ შედეგიანი დარტყმა. ახაც ვერ მიჩნდა ბერიძე. ფოჩტები ქონდა აქ მარცხენა მოარტყა კირაკოსიერმა. შალვამ პირველ წრეში დაამარცხა კირაკოსიერმა მოუგო პირველ წრეში 5-0 ჰუსეინ მაჰერამოვს აზერბაიჯანელ მოუკრივეს. შალვამ დაამარცხა ესპანელი, საკმაოდ ძლიერი ესპანელი ვანოფელ ერნანდესი. ეს იყო შეჯიბრების პირველ დღეს 5 მაისს. არაფერი არსებითი მეორე რაუნდში არ შეცვლილა, ორივე ისევ ცდილობდა. ცოტათი უფრო გააქტიურდა სომეხი, მეტი არაფერი. ორივე შორიდან დისტანციური სტილის მიმდევარია, შესაბამისად ესეთი მიმდინარეობა ამ ბრძოლისა მოსალოდნელი იყო. იქნება მესამეში გახდეს უფრო გამოიკვეთება ლიდერი ორი რაუნდის შემდეგ და შემდეგ ალბათ უფრო ისეთი ფიცხელი ბრძოლა გაიმართა. ახაც მოიგებია რეალურად მარცხენა ხელით მეტოქის მარჯვენა ბერიძემ და ახაც შვენიერი იყო, შვენიერი რეაქცია გამოავლინა. 10 წამი ვერ გეტყვით, წესით ახაც უნდა გაიყოს ხმები, ანუ ისეთი სუფთა დარტყმები მეტი საერთოდ არ შემინიშნოს. თავარია საჯებმა შენიშნა, შეიძლება იყო ბევრი არ. ნახოთ, კი ბატონო, ასეა სამი იმავე სამმა მსაჯმა მისცა ბერიძეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამ მსაჯთან გვაქვს ორქულიანი უპირატესობა, ერთმა მსაჯმა ორივე რაუნდი მისცა კირაკოსიანს და ერთთან არის პრეს, იმას ნიშნავს, რომ შალვას საკმაოდ უპირატესობა გადამწყვეტი, არსებითი უპირატესობა დაუბრუნდა სამ მსაჯთან 28. აი ხომ კი მართებს გააქტიურება ტიგრან კირაკოსიანს თუ დაგვიანებული არ არის საერთოდ. 4-1 მოიგო მეორე რაუნდი შალვა ბერიძემ პირველი 3 თვე. ლიტოველმა, ესპანელმა და ერთ-ერთმა ქართველმა მსაჯმა მისცა ორივე რაუნდი. ბერიძეს მოლდოველმა მსაჯმა მისცა ორივე კირაკოსიანს და ერთ-ერთმა ქართველმა მსაჯმა გაანაწილა ხმები. შესაბამისად უნდა იცოდეს რა კირაკოსიანს უჭირდება 10 თვე ეს თქვენ უკვე იცით რა თქმა უნდა ძალიან კარგად 10 თვე აი ესე ბრძოლაში წარმოუდგენელია.
ხოჩები ასისხლის დაძინდა სხვივიდან ტიგრან კირაკოსიანს კი ბატონო ეხა იქიმთან გამოუშვა რაც ადასტურებს იმას რომ შალვას ნამდვილად ხონდა უპირატესობა პირველ რაუნდში რა თქმა უნდა ეს არის ბევიძის დაწყმის შედეგი მესამე რაუნდის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაჭირდა ექიმი კირაკოსიანს სოფხებს მის გარდა ფინალში ყავთ სამუელ სირამაგიანი რომელიც ჩვენ დავით ფრესაძე შეხვდება და ასევე 70 კილოგრამში არტემ სტეპანიანი მანდგუშინ აღაერობის ჩემპიონი აკაკი ბასარია დაამარცხა და ეხლა შეხვდება ასევე ძლიერ აზერბაიჯანელს რზარ ზაევს მე მგონი აღარ გამოუშვა ექიპა. კი ბატონო, ასე საჯმა შეწყვიტა ბრძოლა მესამე რაუნდში კირაკოსიანის ტრავმის გამო. შალვა ისედაც იგებდა სამსაჯთან ქონდა უკემოგებული ეს მეტოქის დადინებული სისხლი იმისა მაჩვენებელია რომ მესამე რაუნდის დასაწყისში ჰქონდა მას უპირატესობა და პირველი ოქროს მედლის მფლობელი აკაკი აკაოვიძის საერთაშორისო ტურნირზე გახდა თბილისელი შალვა ბეიძე. მეორე ადგილზე გავიდა ტიგრან კირაკოსიანი სომხეთი მესამეზე იუსეფ ვირხამი რუმინეთი და ალი ალიევი აზერბაიჯანი წინ გვაქვს მეორე ფინალი დენის ალექსანდრესკუ რუმინეთი და ბუენო ხოდარი ესპანეთი ორიდან პირველი რუმინელი და ერთადერთი ესპანელი რომელმაც